მშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9 ნახევრზე სტუდიაში ნინო კაპანიძე მუშაობს. პრემიერ-მინისტრსა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს ეხებოდა, გამოხმაურება მოყვა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტელეკომპანიას სპეციალური წერილით მიმართა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება. კონკრეტულად რუსთავში გათვალისწინებულია გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარის რეაბილიტაცია. ასევე მტკვარზე ხიდთან მაღალი ძაბვის ანძასთან ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელება. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობაც. რამდენიმე მასშტაბური პროექტი განხორციელდება ბოლნისის, გარდაბნის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალიტეტებში ძირითადად საგზაო და სასმელი წყლის სისტემისარეაბილიტაციო სამუშაოებია გაწერილი. საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციამ დღეს მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გამართა. ერთი ლექსის ალავერდობა ამ სახელწოდების პოეზიის ფესტივალში პოეტებმა მაყურებელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. საღამო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ახალგაზრდა შემოქმედები ესწრებოდნენ. დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაცია ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ეს არის პოეზიის ფესტივალი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენს მასპინძელს ქალაქ რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკას ლალით აბაგარს და რა თქმა უნდა ქალაქის კულტურის განყოფილებას, მერიას. დღევანდელი დღე ჰქვია ოფიციალურად ერთი ლექსის სადღეგრძელო, ანუ ლექსის ფესტივალი. მე მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ძალიან დიდი ზეიმი არის. ძალიან სასიხარულო დღე არის და მე მას მოფერების დღეს უწოდებ და ლამაზი დღე იქნება ძალიან. მე-13 თვის პოეტები ვცდილობთ ქალაქ რუსთავში ახალგაზრდების დამოკიდებულება, რაც შეიძლება გავაღვიოთ ის გულთბილი დამოკიდებულება შეცვალოთ პოეზიის მიმართ. ვცდილობთ ყველა ის ღირებული ფასეულობა, რაც ჩვენ და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დაკნინდა, წინაპლანზე წამოწიოთ და ჩვენს ქალაქში კიდევ ერთხელ დავუღამოთ პოეზიას. პოეზია ის სულიერი ფასეულობა, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. საბავშვო ბიბლიოთეკა ნაკადულში დღეს დედამიწისა და წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვნენ და ინტელექტუალურ და სახალისო თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისა და ამერიკის კუთხის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. გადავწყვიტეთ, რომ საბავშვო ბიბლიოთეკაში მოგვეწყო შეხვედრა მკითხველების, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ისინი არიან სხვადასხვა საკის სკოლის მოსწავლეები და მათთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რა არის წიგნი, მათ ესაუბრა თავის საყვარელ წიგნებზე, შემდეგ დაემზადებინათ სახალისო პოსტერები. მიხარია, რომ ეს ღონისძიებებს ატარებენ, რადგან ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა. წიგნებზე უნდა ვისაუბროთ და უნდა მოვყვეთ რა წიგნი გვაინტერესებს ყველაზე მეტად და თემა უნდა დავწეროთ მის შესახებ. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გორგასალმა რესპუბლიკურ ფესტივალ კონკურს ოქროს დელფინზე პირველი ადგილი მოიპოვა. ანსამბლი კონკურსზე 3 წეკვით წარსდგა და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ფესტივალი ოქროს დელფინი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მას ქალაქი ბათუმი მასპინძლობს. ბათუმში საქართველოს ფესტივალზე გამოვედით 3 წეკვით და ავიღეთ პირველი ადგილი. ჩვენ ვიყავით ბათუმში ფესტივალ ოქროს დელფინზე და ავიღეთ პირველი ადგილი და ამბი ძალიან გახარებულები ჩამოვედი. 3 ნომრით იყო წარდგენილი ანსამბლი მაყურებლის წინაშე, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით გავიმარჯვეთ და დავიკავით პირველი ადგილი. თქვენი ტელევიზიის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო და თან მიულოცო ეს დიდი წარმატება ჩვენს ყოველ თითოეულ ანსამბლის თითოეულ წევრს, მათ მშობლებს და ყველა ჩვენ გულშემატკივარს. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ამ დროისთვის უკვე 20,000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დღეს დასრულდა. ცენტრის ცნობით აბიტურიენტები, რომლებიც აღნიშნულ ვადაში არ დარეგისტრირდებიან, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დღეს ასევე დასრულდა რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი 5 აპრილს დაიწყო.
საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია, თუმცა 2006 წელს უფრო მაღალი იყო. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატი 2002 წელს გაფორმდა, რომლის მესამე მუხლით სახელმწიფო საეკლესიო ჯვრისწერას აღიარებს. თუმცა სამართლებრივ ურთიერთობაში მხოლოდ ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემს ეყრდნობა. ამასთან ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხილველი სამთავრებო კომისიის ფარგლებში მოხდება. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა უმასპინძლეს. ახალგაზრდებს სერჟანტმა აკადემიაში მისაღები გამოცდების სწავლისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აკადემიის მსმენელებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუსიარეს. ჩვენ გვესტუმრენ 64 სკოლის მოსწავლეები, ჩვენ მათ დავათვალიერებინთ აკადემიის ტერიტორია, ვაჩვენეთ თუ რა პირობებში ვცხოვრობთ, სწავლობთ, რა წვრთნებს გავდივართ, როგორ ვარჯიშობთ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებდათ ჩვენი აკადემიაში ცხოვრება, დაგვისვეს უამრავი შეკითხვა ჩვენს შესახებ და ჩვენ მაქსიმალურად ამოწურავი პასუხები გავაცეთ მათ შეკითხვებს. ჩემი მოსვლის მიზანი იყო ის, რომ გამეკვანო რა ხდებოდა აქ, ყველაფერი ძალიან მომეწონა თვითონ ის, რაც მე დღეს აქ მოვისმინე, რაც მე დღეს გავიგე, რაც მე დღეს აქ ვნახე, იმიტომ რომ მართლა არ მოველოდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართულ ჭიდაობაში ზონალური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი 1998-99 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს შორის წარიმართა, რომელშიც მონაწილეობა 150-მდე სპორტსმენმა მიიღო. რუსთავიდან სულ 8 მოჭიდავე მიესპარიზა აქედან 300 საპრიზო ადგილზე გასვლა მოახერხა. 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ელგუჯა ბარბაქაძე დაეუფლა. 66 კილოგრამში კი გიგა ლიჩელმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონ პრიზიორებით ნაკრები გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე საქართველოს პირველობაზე 25 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით იასპარეზებს. შეჯიბრზე ვიყავი ბოლნისში, სადაც 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე და ვიყავი პირველი ადგილი. სულ მომიწია 4 შეხვედრა, რომელიც სუფთაგდებებით მოვიგე. ეხლა უნდა ვიჭიდაო საქართველოს და მე მგონია რომ წარმატებას მივახცევ საქართველოზე. ბოლნისში ვიყავი შეჯიბრზე 3 შეხვედრა ჩავატარე 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე 3 სუფთაგდებებით მოვიგე. 8 სპორტსმენით მივიღეთ მონაწილეობა რუსთავის გუნდმა 8 წონით კატეგორიაში. 2 პირველი ადგილი მოიპოვეთ 2 წონით კატეგორიაში და 1 მესამე ადგილი. ეს საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები სქეთას ჩატარებული ფინალურ შეჯიბრებაში საქართველოს პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას 25-27 აპრილს. ყველამის განაპირობებს შავი ზღვიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდის შენარჩუნდება, მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი ხვალ ქვემო ქართლშიც ჰაერის ტემპერატურა იქნება. წალკაში დღისით +12, ღამით +4 გრადუსი სითბო, 15 გრადუსამდე გათბება ჰაერი, თეთრი წყაროში ღამით 5 გრადუსია მოსალოდნელი, დმანისში დღისით 11, ღამით 1 გრადუსი სითბო. ბოლნისში დღისით ტემპერატურა 19 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ღამით 6, მარნეულში დღისით 18, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერი დღისით 18, ხოლო ღამით 8 გრადუსამდე გათბება, გარდამაში ასევე 18, ღამით +8, ხოლო ჩვენს ქალაქში დღისით ასევე 18, ხოლო ღამით +8 გრადუსი სითბო იქნება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, ნახვამდის.